სურნელოვან სანთლებს ნუკი კოხოძე უკვე 4 წელია ამზადებს. სურნელით სავსე ხელოვნება. ასე შეიძლება ვუწოდოთ მის შემოქმედებას, სადაც სანთელი მხოლოდ განათების წყარო არ არის. ის სულიერი კომფორტის ნაწილია და თითოეული ადამიანისათვის მყუდროებისა და სიმშვიდის მომდანია. სანთლების კეთების პროცესი დაიწყო 2021 წლიდან, კოვიდის პერიოდში, როდესაც პროფესიულ საქმიანობას ვეღარ ვაკეთებდით და ვქონდა ზედმეტი დრო, შესაბამისად დავიწყე ახალი რაღაცების ძიება და ესე მივედი სანთლამდე. ერთ-ერთ უცხოურ გვერდზე ვიპოვე ძალიან ლამაზი ფიგურები, შემდეგ უკვე გამახსენდა, რომ დედაჩემს ჰქონდა ძალიან ბევრი სანთელი დაგროვებული სახლში, რომელსაც სხვადასხვა თემატიკის დღესასწაულებზე გამოიტანდა ხოლმე და უვლიდა. შესაბამისად მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემი ხელით შემექმნა ეს სანთლები. დავიწყე ინფორმაციის მოძიება, მასალების, სხვადასხვა რაღაცების. პირველი მასალები ჩამოვიტანე, მისივე სანთლებით, დედას სანთლებით ვცადე დამზადება, გადაუდნე და შემდეგ უკვე რაღაც სხვადასხვა კურსების დახმარებით დავხვეწე ეს საქმიანობა და დრო და დრო უფრო და უფრო მეტად მომწონს ის, რასაც ვაკეთებ დღეს და როგორი სახეც აქვს ამას. ნუკი თითოეულ სანთელს ხელით ამზადებს, ბუნებრივი ცვლით, ეთერზეთებითა და დიდი სიყვარულით. მისი თქმით, სანთელს ბევრი დადებითი თვისება აქვს. მას ხშირად მარკეტინგული მიზნებისთვისაც იყენებენ, განსაკუთრებით ისეთ ობიექტებში, სადაც მომხმარებლის ემოციური ჩართულობა მნიშვნელოვანია. სანთელი არა მხოლოდ სურნელის გამო, არამედ მისი ნათების გამოც დამამშვიდებელია, იმიტომ რომ იმ სიხშირეზე ანათებს, რომ ტვინს აძლევს სიგნალს, რომ შეუძლია დაისვენოს, დამშვიდდეს, მოდუნდეს და ის არის მშვიდობიან გარემოში. რაც შეეხება სურნელს, ეს არის უკვე დამატებითი ბენეფიტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება სხვადასხვა ემოციის მიღწევაში და სხვადასხვა მდგომარეობის მიღწევაში. შეიძლება სანთელი გამოვიყენოთ როგორც დამამშვიდებლად, ასევე მასტიმულირებლად. სანთელი სინათლის და თბილი მოგონებების პატარა ჭურჭელია, რომელიც რთული წარმოსადგენია თუ რამდენად გრძელ და რთულ გზას გადის, ვიდრე დასრულებულ სახეს მიიღებს. დიდი შრომა ჭირდება და დაკვირვება ამ საქმის კეთებას, ყალიბიდან ამოღების პროცესიც არ არის მარტივი. შესაბამისად, საინტერესოსთან ერთად ძალიან დიდ მოთმინებას და ძალისხმევას მოითხოვს ამ საქმის კეთება. რაც შეეხება თვითონ კეთების პროცესს, ვიწყებთ ცვილიდან. შემდეგ უკვე ცვილის გადნობის ტემპერატურას, როცა მივაღწევთ კონკრეტულ ტემპერატურას, ვაგრილებთ ცვილს, რომ დავუმატოთ სპეციალურად სანთლისთვის შექმნილი ზეთი და ვურევთ ამ ორ პროდუქტს ერთმანეთში. შემდეგ უკვე ვამზადებთ ყალიბს იმისთვის, რომ ჩავასხათ ეს ცვილი, მოვათავსებთ ცვილს, ველოდებით გარკვეული პერიოდი. შეიძლება ერთი სანთლის კეთება 3-ჯერ და 4-ჯერ მოგვიწიოს იმისთვის, რომ საბოლოო სახე მივიღოთ. პირველი ყალიბები, როდესაც ჩამოვიტანე, იყო ძირითადად რაც ხელმისაწვდომი იყო ბაზარზე, ისეთი ყალიბები, თან რაც იმ პერიოდში მიუცხოვა ძირითადად ეგეთი სანთლები ჩამოვიტანე. შემდეგ უკვე დავაკვირდი ადამიანების მოთხოვნებს ჩემს გარშემო. რადგან საჩუქრის გაჩუქება ყოველთვის მიჭირდა ხოლმე. იმის მიხედვით რა ინტერესი მქონდა, რა სოციალურ ურთიერთობაში ვიმყოფებოდი სხვადასხვა ადამიანებთან, იმათ რა ინტერესი ჰქონდათ, ამის მიხედვით ავაწყე თემატიკა და ეხლა ამ ეტაპზე რამდენიმე თემატიკის სანთელია და რამდენიმე თემატიკა კიდევ არის გეგმაში რომ ჩამოვიტანოთ. ნუკი ყოველ დღეს სწავლობს სხვადასხვა ტექნიკას, ეცნობა ახალ მასალებს და ცდილობს ყოველი შექმნილი სანთლით კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს საკუთარი საქმიანობა. ფიქრობს, რომ წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და გვპირდება, რომ მომავალში არა მხოლოდ ახალი სურნელებით, არამედ ახალი ფორმებით კიდევ უფრო გაგვაკვირვებს.